მოგესალმებით. აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. სანამ ჩვენ ძირითად თემაზე გადავალთ, რომელიც ძალიან უცხო და საინტერესოა, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია და ფსიქოლოგოსი. ჩვენი პოდკასტის გადაღებას უზრუნველყოფს პროფესიონალთა გუნდი ETS Production-ი და ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს Dressing Room Studio. აგრეთვე გეტყვით, რომ ჩვენი მხარდამჭერია მაღაზიათა ქსელი ჭიდა. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარია თამარ საგინაშვილი, რომელსაც იმდენი რეგალია აქვს და იმდენი მხრით ვიცნობ საინტერესოდ, რომ არც კი ვიცი როგორ წარვადგინო. ვიტყოდი, რომ არის კოუჩი, პიროვნული განვითარებით დაკავებული ადამიანი, რომელიც ანვითარებს სხვადასხვა მიმართულებებს, რომელიც ძალიან პოპულარულია თავისი ბოლოდროინდელი ტრენინგით საგვარეულო სწავლა და აგრეთვე არის 5 შვილის დედა. თამარ, დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენს შვილებზე და დავიწყო 5 შვილით, რადგან როდესაც ჩვენ აქ სტუდიიდან საუბრობთ შვილების აღზრდაზე, საუბრობთ მშობლების პიროვნულ ზრდაზე თუ გარკვეული ქცევის თუ ემოციის სისწორეზე თუ არასწორობაზე, როდესაც ჩვენი მსმენელი იგებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას 5 შვილი, გაცილებით უფრო წონვადი ხდება ხოლმე ჩვენი რესპონდენტის თითოეული კითხვა, რადგან ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არ არის თეორია, ეს არ არის ამოკითხული, ეს არ არის ვიღაცის გამოცდილება, ეს არის პირადად თქვენი გამოცდილება. და მე დავკვირვები ვარ, რომ ძალიან ხშირად 5, 6 და 10 შვილის დედები უფრო კარგად ართმევენ თავს რეალიზებასაც, საქმესაც, ვიდრე 1-2 შვილის დედები და იქნებ გითხრათ რაშია საქმე. მეც 1-2 შვილი რომ მყავდა, უფრო ნაკლებად ვართმევდი ყველაფერს თავს. არ ვიცი ხა რა შესაქმე როგორ გითხრათ, იზიდე მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევანია უბრალოდ. როცა დედა არის პიროვნული ზრდით დაკავებული, მოდით ამით დავიწყებ, იმიტომ რომ თუ დედა არ არის პიროვნული ზრდით დაკავებული, თუნდაც ინტუიტიურად არ აქვს ეს ცოდნა. მე არ ვამბობ, რომ მაინდა ტრენინგებზე დადიოდეს, ხო? თუმცა არ აქვს ცოდნა, რომ თვითონ არის პირველი და საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში. მისი ძალები ძალიან მალე ამოიწურება, ასე ამოიწურა ჩემი ძალებიც მაშინ, როცა მე თქვენთან მოვედი პირველად ტრენინგებზე. იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ იდეალურები ვიყოთ, ყველას გვინდა ხვაღიაროთ. მე ხვდებით რომ ეს არ არის საჭირო და ცოტა უკავწევთ, მაგრამ რეალურად გვინდა. და როცა ხარ იდეალური დედა, როცა ხარ იდეალური დიასახლისი, იდეალური ცოლი, ნუ ხო ხვდებით ახლა ის ვსწავლობ. ვერ ხარ იდეალური, იმიტომ რომ ხარ საერთოდ ყველაფერი ვერ ეტევ. არ არსებობს იდეალური საერთოდ. თუნდაც ეცადო რომ ყველა შვილი მართლა რაღაცა იდეალურად გაზარდო, მართლა ყველაფერი გაუკეთო, მაინც აუცილებლად გამოჩნდება რაღაცები, რაც არ არის იდეალური. და ამასობაში კარგავ შენ თავარ, საკუთარ თავს. იმიტომ რომ დრო არ რჩება, ჩვენ ვის მოვაკლებთ დროს, ხო, შვილებს ხო არ მოვაკლებთ ამ დროს. მოვაკლებთ საკუთარ თავს. ამიტომ ჩემი მთავარი რეცეპტი, ანუ მე ჩემთ რომ ეკითხებიან თქვენ ვინ ხართ, რას აკეთებთ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ვეხმარები ქალებს იყვნენ უფრო ბედნიერები. იმიტომ რომ მეთქონ გავიარე ეს გზა. და აიმისაც რომ იყო ბედნიერი, შენი თავი უნდა იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ აქ ნახეთ როგორ წინააღმდეგობა მოდის. ერთხელ მახსოვს რაღაც rilsi ჩავწერე და ხო იცით რომ გავარდება ხოლმე, ნუ რაღაც შემთხვევით რომ გავარდება და ესე გავარდა შემთხვევით, მოკიდე ძალიან ბევრი, ნუ 3 მილიონამდე ქონდა, ნახო, თემა იყო უმადურობა. საიდან იწყება უმადურობა? საკუთარი თავისადმი? ხო, ნუ როცა შენ არ აფასებ საკუთარ, მოკლეო 60 წამიანი და ნუ რა თქმა უნდა იმ კომენტარებს წამაკითხებდა ახლა იქ რაღაც იყო და ერთი მოხდა თვალში ქალი იყო, აი ძალიან გამწარებული წერდა რომ როგორ მე ჩემ შვილებს არ შევწირო აბა თავი. აი ეს წინააღმდეგობა მოდის, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც, ნუ ხო ვიცით ახლა საგვარეულოდან, დედებიდან, მამებიდან, ჩვენი მშობლებიც ასე იყვნენ. ამიტომ ჩემი რეცეპტი ეს არის, როცა მე მივხვდი რომ საკუთარ თავზე უნდა მეზრუნა, ყველაფერი დავაგდო ჩემს ოჯახში. მანამდე, ნუ ახლა ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ მე ვიყავი ალბათ. და ძალიან სერიოზულად თან. ნუ მხოლოდ თქვენიდან ურბეკოვის წყალობით მოხდა ის, რაც მოხდა, რომ გამოვჯამრთელდი, მე საყვარელი საქმე ვიპოვე და ეს კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, ესაა, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს საყვარელი საქმე. ქალს უნდა კონდეს თავის საქმე, ქალს უნდა კონდეს თავისი სივრცე. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე ვერავის ვერ რეცეპტებს და იმებს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი იქ ინდივიდუალურია, მე უზიარებ იმას, რაც მე გავიარე.
ხო, როდესაც თქვენ საუბრობთ საყვარელ საქმეზე, ხშირად დგას ხოლმე საკითხი სხვაგვარად. უნდა იმუშაოს ქალმა, თუ არ უნდა იმუშაოს. და რიგი ქალები თვლიან, რომ უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ სახლიდან გავიდნენ. ნახეთ, უკვე დაკნინებულ მდგომარეობაში ვაყენებთ საკუთარ თავს, როცა არჩევანი ამგვარად დგას და ჩვენ საერთოდ რა გვინდა არ ვეკითხებით საკუთარ თავს და უბრალოდ გასვლა რომ მინდა, ეს ნიშნავს, რომ გაქცევა მინდა იმ რეალობიდან, რომელშიც ვარ, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ქმარი და ჩემი შვილები არ მიყვარს, ან ვინც ყავს სახლში, იმიტომ რომ მე ჩემ თავთან არ ვარ კონტაქტში, არ ვარ კარგად და როდესაც მე ჩემ თავთან კარგად არ ვარ, როგორი ღვთისწყალობაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს გარშემო. მე არ მაქვს ემოციური წვდომა ამ ყველაფერზე. და აი, როდესაც ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, თქვენ თქმის არ იყოს ხშირად მოდის წინააღმდეგობა, მაგრამ თუ შევჩერდებით და აი ამას რამდენჯერმე გავუმეორებთ საკუთარ თავს, ისე რომ სიღრმეში ვიგრძნოთ, რა რეზონანს გვაძლევს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ამ ფრაზაზე. ნახავთ, რომ ეს მართლაც ასეა. ანუ გასაქცევად არ უნდა გქონდეს საქმე, უნდა გქონდეს ჩვენი საყვარელი საკეთებელი, რომელიც გვინდა დილით რომ გავიღვიძებთ, გვინდა რომ ვაკეთოთ. და ეს არის, მე გეთანხმებით, რომ ეს არის გადამწყვეტი. დავამატებ ერთ ჩემს ნათქვამს, რომ გადამწყვეტი არის არა მარტო ოჯახურ ურთიერთობებში ხათუნა, აი ჩემ ცხოვრებაში ხო მე ხომ მარტო არა უამრავი ქალი მოდის ჩემთან ერთად, ხო წლებია უკვე და მათი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტი იყო მაშინაც, როცა პანდემია იყო, გადამწყვეტი იყო მაშინაც, როცა ომი იყო. აი ნებისმიერი მსოფლიო კრიზისის დროს თუ შენ აკეთებ საყვარელ საქმეს, ხო? ეს იმხელა რესურსია, რომ შენ აღარ გჭირდება არც мотиваციის ძებნა და არც რაღაცა სხვა გზების ძებნა, მაგრამ ეს რომ გააკეთო ამისათვის თქვენ რაც თქვით აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ თუ შენ გაურბი ხარ, თუ შენ იძულებით აკეთებ, შენ მსხვერპლი ხარ მაშინ. შენ არ ხარ თავისუფალი არჩევანი არ გაქვს შენ და როგორ იქნება მსხვერპლი ბედნიერი, რა ვიცი, ხა სამსახურში რომ მიდიხარ და არ გინაწავსო, ეგრევე კი გადიხარ სახლიდან ისვენებ. ესეც რატომ გადიხარ? იმიტომ რომ სხვანაირად დასვენების უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს და ისვენებ სამსახურში რეალურად, ხო? ხო და მოდით მიეცით თქვენ თავს დასვენების უფლება, არსად გაქცევა არ დაგჭირდებათ მაშინ. კი, ხა ჩვენ რასაც აქედან ვაზიარებთ, მე მესმის რომ ესე მარტივი არ არის. ეს ძალიან გავს ხოლმე იმ ფრაზას, როდესაც ადამიანს პანიკური შეტევით შეპყრობილს, ასე ვთქვათ, ეუბნებიან, რომ იცი რა, აიყვანე თავი ხელში. და ეს არის სრულიად უაზრო ფრაზა ამ დროს, იმიტომ რომ თავის ხელში აყვანა ესე მარტივი რო იყოს და ესე მარტივად რო შეეძლოს, მაშინ ჩვენი შემოძახება არ დაჭირდებოდა. თუმცა ჩვენი პოდკასტი იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რადგან ჯერ გააზრებით იწყება. პირველი, როდესაც რაღაცას ვისმენ და რეაქცია მაქვს კრიტიკა და ვბრაზდები, ეს ნიშნავს, რომ ეს ფრაზა სადღაც იქ მომხვდა, სადაც მაქვს მტკივნეული ადგილი. და მადლობა ამ სიტუაციას თუ ამ ფრაზას, რომ მე ჩემი მტკივნეული ადგილი ვიპოვე, რადგან ესეც არ არის მარტივი, რომ ჩვენი მტკივნეული ადგილები ვიპოვოთ. როცა მტკივნეულ ადგილს ვიპოვით, მე უკვე შეგვიძლია მივუყურადოთ საკუთარ თავს და უამრავი მიმართულება არსებობს, რა თქმა უნდა, როგორც შეიძლება ვიპოვოთ გზა, რომელი გზით შეიძლება განვავითაროთ ჩვენი თავი, რომ შემდეგ საყვარელი საქმე აღმოვაჩინოთ. თუმცა აი ნახეთ, საინტერესოა, მინდა რომ საგვარეულოს ძალაზეც ვისაუბროთ, რადგან ეს თემები ძალიან აქტუალურია დღეს. ადამიანები, რომლებმაც უკვე საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყეს, მიხვდნენ, რომ საკუთარ თავზე მუშაობის რამდენიმე წრე არსებობს. ნუ პირობითად ერთი არსებობს, როცა მე ვიგებ, რომ თურმე ჩემ ფიქრებზე და ჩემ სიტყვებზე და ჩემ ემოციებზე ბევრი რამაა დამოკიდებული და ვცვლი ჩემს ემოციებს თუ ჩემს ფიქრებს და ჩემს სიტყვებს და ბევრი რამე იცვლება. მე ვიგებ, რომ კიდევ არის რაღაცეები, რაც მინდა რომ მოვაგვარო და ახლა წარსულში მივდივარ და რაღაცა ჩემი ბავშვობის დროინდელ ტრაუმებს ვამუშავებ, მაგრამ მე უცებ აღმოჩნდება, რომ არსებობს რაღაცა, რომელიც ჩემ ძალებს იქით არის და ჩემი გამოცდილების მიღმა და წრეზე, რომელზეც დავდივარ, თლად ჩემი არ არის და მე რაღაცა სისტემას მივეკუთვნები. და მე ძალიან მიხარია, სულ ვუსმენ ხოლმე ხაზს, რომ ვცხოვრობ ამ საუკუნეში აქ და ახლა, იმიტომ რომ იმდენი საინტერესო რამ ხდება აქ და ახლა და ისეთი საოცარი აღმოჩენების მომსწრენი ვართ, თუნდაც საკუთარ თავში, რომ
ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ვიც ახლა ამ საკითხებს ჩემგან პირველად ისმენს, მინდა რომ მივულოცო მათ ის მომენტი, ის წამი, როდესაც ისინი ამ საინტერესო თემებში გაერკვევიან, რასაც ქვია საკუთარი ქვეცნობიერი, საკუთარი თუნდაც საგვარეულოს ძალა და ასე შემდეგ. როდის მივხვდით თამრიკო, რომ თქვენ საგვარეულო ძალასთან რაღაცა სხვაგვარი ურთიერთობა უნდა დაგემყარებინათ? რამ განაპირობა? როგორც ისე არის ხოლმე რაღაცა ან მოვლენა, ან კათარზისი, ან კრიზისი, ან ჩიხი, ან ერთი წინადადება, ვიღაცის მიერ თქმული. აბსოლუტურად ზუსტად ჩამოყალიბეთ ჩემი გავლილი გზაც, ანუ გზა მსგავსია ჩვენი, ხო? ანუ პირველი იყო ის, რაც თქვენ თქვით, მეორე იყო ის, რომ არსებობს ქვეცნობიერი პროგრამები, ბავშვების ტრავმები და იცით, როდის მივხვდი, აი ზუსტად მახსოვს, ჩემს ბაღში ვიჯექი, ჩემთან დელისზე და ვტიროდი, იმიტომ ვტიროდი, რომ ანუ გავიგე სიტყვის ძალა, გავიგე ფიქრის ძალა, ვიმუშავე საგვარეულო პროგრამებზე, ყველაფერი გავაკეთე. ესე იგი, მე ვარ სუსტი, მე არ ვარ ღირსი ყველაფრის, რომ კი შევცვალე უამრავი რამე, თქვენ ხო იცით რამდენი რამ შევცვალე, მაგრამ მე ეს უკვე როცა ამ ყველაფერს აკეთებ, უკვე გაწუხებს აი ზუსტად ის საყვარელი საქმე. ანუ შენი მისია გაწუხებს უკვე შიგნით რაღაცა გიბურღავს და უნდა რომ გარეთ გამოვიდეს და როცა შენ ჩარჩოებში ხარ ვერ ახერხებ ამას და მივხვდი რომ რაღაც კიდე არსებობს და უფრო ქვემოთ ნუ ჩემთვის ეს ქვემოთ არის რატომაც ესე აღვიქვი თუმცა უკან არის რეალურად მაგრამ მე რაღაცა ქვემოთ აღვიქვავ ხოლმე თუ აღვიქვავთ რომ ზევით მივდივართ მაშინ ის ქვემოთ არის და თუ წინ მაშინ უკან ანუ ქვემოთ იყო უკან მივხვდი რომ კიდე რაღაც არსებობდა და ხომ იცით სამყარო როგორ არის როგორც კი შენ კითხებს ხო პასუხები მაშინვე მოდის თავარია შენ დაინახო ეს პასუხი ანუ ეს აქაც ეტაპებია მთავარია შეამჩნიო დაინახო მიიღო და მე გადადგა ნაბიჯები უკვე და ნუ რამდენიმე ბევრი ვიმუშავე საგვარეულოზე სანამ საბოლოო ჯამში ну ზოგი ზედაპირული პროგრამა თქვენ ცხოიცით როგორ არის ზოგი ისე ზოგი ეს საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ეს იყო ის რაც მე მაკლდა არა მარტო მე და მე გეთანხმებით აბსოლუტურად აი ადამიანები ვინც ახლა ვცხოვრობთ ყველა ვართ უბედნიერესები მართლა რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ იმიტომ რომ ეს ცოტა არ მოვიდა ჩვენ მშობლებთან კარგი იქნებოდა მათაც რომ ეს ყველაფერი ცოდნოდა და ესე რაღაც ცხოვრების უფლების მიცემა შეძლებოდა თავიანთი თავისთვის მაგრამ ნუ არ მოვიდა ახლა მოვიდა და ისიც კიდევ რომ მე ვთვლი რომ თუ ეს ცოდნა მოვიდა შენამდე შენი მისიაა შენი საგვარეულოს წინაშე ანუ შენ ხარ გამორჩეული ქალი შენ საგვარეულოში აი ჯაჭვის გამორჩეული რგოლი რომლის მერეც იცვლება მომავალი თაობი იცვლება შენი საგვარეულო შენი ცხოვრება და შენი მომავალი თაობების ცხოვრება და რითი იცვლება რა იცვლება ანუ ჩვენ წინაპრების ისტორიები ვიცით ახლა როგორ უჭირდათ რა გრეები გადაიტანა ზოგადად კაცობრიობა და საქართველოს მით უმეტეს ხო გაქცევა გამოქცევა ბავშვების საშინელებები ქმრები ომები ყველაფერი ძალადობა და მათ არ ქონდათ არც თავისუფლების უფლების მიცემა თავის არც ბედნიერების და ეს ყველაფერი გაძლევს იმას რომ შენ ხვდები რომ უნდა მიცე შენ თავს ბედნიერების უფლება და ვისაც შვილებთან აქვს ხოლმე ესეთი ძალიან ხშირად უსვამ ხაზს შვილებს იმიტომ კი არა რომ ის არის მთავარი არა ჩვენი ბედნიერება ჯერ ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი მაგრამ როდესაც ჩვენ გონებაში გვაქვს შვილების თემა მაშინ საკუთარ თავთან რომ დავაბრუნო ვეუბნები რომ შვილები რომ გაბედნიერდნენ შენ უნდა იყო ბედნიერი ანუ მე თუ არ ვარ სავსე მე ვარ ჭურჭელი ხო მე თუ ვარ სავსე მღრიე წყლით ჭიქაში რომ დავასხავ ამ წყალს როგორი წყალი გადმოვა მღრიე ბუნებრივია ხო მე თუ ვარ სავსე ტანჯულობით რაც ჩვენ სერში ძალიან ისე ანუ მსხვერპლობა და ესა ხო მე თუ ტანჯული ვარ მე თუ დანაშაული გზობა მაქვს რა ვიცი რაღაცა გადაღლილი ვარ მუდმივად ავად ვარ ხერხემალი მტკივა ყველაფერი მტკივა აი რა უნდა მივცე ჩემ შვილებს ხო ვერაფერს ვერ მივცემ მე მათ ვერ ვასწავლი ბედნიერებას ანუ ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ჩვენ შვილებს ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ პირადი მაგალითით ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ ეს თეორიულად აი ამიტომ უნდა ვიყოთ ბედნიერები კი, უნდა ვიყოთ ბედნიერები აუცილებლად და ეს არის თუ ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, რომ მე ვალდებულება მაქვს, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ, ეს არის უპირველესი ვალდებულება. აბსოლუტურად. ამის უკან ხშირად დგას ხოლმე ზუსტად იმის კეთება, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გვიჭირს და რისი კეთებაც არ შეგვიძლია. რადგან ისევ იმ წრეზე ტრიალი და ისევ ცუდად ყოფნა თუ ისევ წელის ტკივილი თუ წუწუნი, ეს არის ჩარჩენა, კლასში ჩარჩენაა ეს. იმიტომ რომ იმდენი რესურსი არსებობს, რომელსაც შეიძლება მოეჭიდო და დადგე ფეხზე 21 საუკუნეში, რომ არ დადგე ფეხზე და არ მოეჭიდო, არის არჩევანი.
და მე სულ ხომ ესეთ კითხვას, ქალბატონებს უსმევ ხოლმე კითხვას, რომ რატო აკეთებთ ამ არჩევანს? ანუ დავფიქრდეთ, რა კომპლექსი გვაქვს ესეთი, ან რა დანაშაულის განცდა გვაქვს საკუთარი ოჯახის წინაშე, საკუთარი გვარის წინაშე, ან ბავშვობიდან წამოსული, რომლის მიხედვითაც ჩვენ საზღვრავთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უბედურები და ჩვენ უკეთესი არჩევანის გაკეთება არ შეგვიძლია. და როგორც წესი, როდესაც ასე ვსვავთ ხოლმე კითხვას საკუთარ თავთან, გაცილებით უფრო ბევრი რამ ხდება ნათელი და ბევრი რამ ხდება მკაფიო. და დედა, რომელიც არის ბედნიერი, მისი შვილები გაცილებით უფრო ლაღები არიან და უფრო რეალიზებულები არიან. და მაგრამ აი ეს დანაშაული შეგრძნება, რომ მე არ უნდა მივეძღვნა, ეს მაინც მოდის ეს. აი ნახეთ, ეხლა ეს არის აბსოლუტურად ის ჩარჩოები, რომელზეც წეღან თქვენ რო დასვით კითხვა, მე ცოტა ბედნიერებისკენ წავედი და ზუსტად არ მიპასუხია საგვარეულოს შესახებ კითხვაზე. ანუ საგვარეულო არის ის ჩარჩოები, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა ჩვენმა ანუ შეგვიქმნა ცუდად კი არა, შეგვიქმნა დასაცავად. ეს ჩვენი საგვარეულოს ქვეცნობიერი, საერთო ქვეცნობიერის აზრით, ჩვენთვის საშიშია მაგალითად, თქვა სიმდიდრე მაგალითად, ხო ყველაზე პოპულარული თემა. სიმდიდრე საშიშია. ნუ საშიშია რატომ? იმიტომ რომ ჩემს ხელში არიან ჩემი წინაპრები, ჩემი პაპა, რომელიც მოკლეს სიმდიდრის გამო, ჩემი პაპის ოჯახი, რომელიც გაწყვიტეს სიმდიდრის გამო, საერთოდ მარტო ეს ბავშვი გადარჩა. და აქედან დასკვნა ჩვენ თუ ემოციების დონეზე ჩვენს ხელში ჩაწერილია რომ ეს არის საშიში არ გვიშვებს იქ ჩვენი ქვეცნობიერი და ეს ქალის ეს როლი რომ შენ უნდა იყო ეს უნდა იყო იმიტომ უნდა იყო რომ დაცული იყო შენი ქმრის ფრთების ქვეშ იყო იმიტომ რომ ესეთი გასაჭირია აღარ არის ბატონო ესეთი გასაჭირი 21 საუკუნეა ეს ყველა პროგრამები იყო აქტუალური მაშინ როცა ის ადამიანები ცხოვრობდნენ ну შეიძლება მაშინ რაღაცა თავისუფალი ქალი არც არსებობდა ალბათ ეგეთი რამე ხო მაგრამ შეიცვალა ეპოქა შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ახლა უკვე ვიმუშაოთ იმაზე რომ აი ეს ჩარჩოები პროგრამები მოვხსნათ და გავათავისუფლოთ და მე ავირჩიოთ მე ეს მინდა თუ ეს მინდა არა სხვების ცხოვრება გავიმეოროთ იმიტომ რომ ჩვენ ვიმეორებთ ჩვენ ცხოვრებას ძალიან ხშირად ბოდიში წინაპრების ცხოვრებას ძალიან ხშირად თოცა ვეკითხები ხოლმე მიყვებიან რაღაც თავის პრობლემებზე და მე წინაპრებში გადავალ ვეკითხები გავხარ იმ ბებიას რომელზეც ახლა შენ მიყვები კი ზუსტად ბებიას გარეგნობითაც კი გვანან და ბედს იმეორებენ მე ხშირად არის რომ სახელიც იგივე ქვიათ ხო საოცარი ლოიალობა აკავშირებთ სხვათა შორის ამ ბოლო დროს რაც დავიწყეს გენოსოციოგრამების გაკეთება, როდესაც გარკვეული ფორმატით ხაზავთ ხოლმე ადამიანის წინაპრების ცხოვრებას და ისინი ხედავენ როგორ მეორდება ეს ერთი და იგივე სცენარები, პირველი არის ხოლმე შიში. და ძალიან ხშირად უთქვამთ, რომ აი სწორედ იმიტომ მეშინოდა ამისი, რომ რაღაცა დამენახა. და არა და მთავარი არის თუ როდესაც ჩვენ დავინახავთ რეალობა რა არის, მე შეგვიძლია ამ რეალობის გამოსწორება. და თუ ვერ ხედავთ, ვერასოდეს ვერ გამოვასწორებთ და როგორც წესი, როგორც თქვენ ამბობთ, ესე მიდის ხოლმე მეორდება და გადადის სცენარები და ეს სცენარი ვიღაცამ უნდა ჩახსნას. მე გეთანხმებით და ვინ უნდა ჩახსნას? აი როგორ მივხვდეთ მაგალითად, რომ მე ვარ ის, ვინც ამ გვარს უნდა უშველოს. ხო, აი წეღან კითხვა დასვით. თქვენამდე თუ მოვიდა ეს ცნობიერება და თქვენ თუ გაწუხებთ, ესე იგი თქვენია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ოჯახის წევრებს, 9 ოჯახის წევრიდან ყველას ერთნაირად უხსნი, მაგრამ 8-ს არ ესმის, ძინავს 8-ს. და ერთს ღვიძავს, რომლის კისერზეც უნდა გადაიაროს ხოლმე ამ ყველაფერმა, მაგრამ თუ ეს ჩვენამდე მოდის, ჩვენ ამას ვიაზრებთ და ჩვენ არაფერს არ ვცვლით, ჩვენ ამ მემკვიდრეობას უკვე ვაძლევთ საკუთარ შვილებს. და ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ჩემი წინაპრებიდან გადმოსული ტრავმა უკვე გადასული ჩემ შვილზე შეიძლება იყოს დიაგნოზი. ამიტომ, როდესაც რაღაცას ვაცნობიერებ და ვიცით, რომ ეს გასაკეთებელია, უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ეს გაცნობიერებული მშობლობა საერთოდ სხვა აქცენტებს სვავს. ხო? ვიდრე მხოლოდ ის, რომ ჩემ შვილს 3-ჯერ უნდა ვაჭამოთო, 7-ჯერ უნდა ვამეცადინო, აუცილებლად უნდა ვაჭამო და ვამეცადინო, იმიტომ რომ აბა ვინ უნდა აჭამოს და ამეცადინოს, მაგრამ სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი შვილები ლაღები იყვნენ. და ამ აქცენტებს ჭირდება რესურსული მშობელი და რესურსულობას ჭირდება გააზრებულობა. გაცნობიერებული ცხოვრება. თამრიკო, მინდა გკითხოთ
როდესაც ხუთი შვილი თქვენ ცხოვრებაში გაჩნდა. ჯერ პირველ რიგში მახსოვს, რომ სანამ ხუთი შვილი გაჩნდებოდა, იყო ესეთი პროგნოზი, რომ შეიძლება შვილი არ გაჩენილიყო, ხო? და როდესაც ესეთ პროგნოზს აღმოვაჩენ, ხოლმე მინდა რაღაცა ლუპით გამადიდებლით ვაჩვენო, რადგან მეც მქონდა მსგავსი სიტუაცია ცხოვრებაში, იმ დედებს, რომლებიც ძალიან ღელავენ და ძალიან დარდობენ, რომ ექიმა თუ რაღაც ანალიზის თანახმად გამოუცხადეს, რომ შეიძლება შვილი არ ეყოლოთ, ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ანალიზია, მედიცინა და ჩვენ ვართ და ის რაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავთან მიმართებაში, მეცნიერებასაც კი არ შეუძლია. ხო, და აი რა პერიოდი იყო, როცა ცხოვრობდით იმითი, რომ შეიძლება შვილი არ ყოლოდათ? დაახლოებით 5 წელი არ გვყავდა. დაახლოებით 5 წელი ზუსტად კი და გითხეს არ გეყოლებათო. შეგიძლიათ აიყვანეთ ბავშვი გვირჩი ეს და რა ვიცი ჩემი მეუღლე იყო წინააღმდეგი არა შენ მოკლედ რა მნიშვნელობა გიხა დეტალებს თავი ის არის რომ მაშინ გვეყოლა როცა საერთოდ გაუშვი ეს თემა მაშინ საერთოდ არ ვიცოდი გაშვება რა იყო ეხლა ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ხო მიზნის და სურვილის გაშვება მაშინ არ ვიცოდი ეს რა იყო უბრალოდ გაუშვი იმიტომ რომ არ გვეყოლებოდა კი აი ეს გაშვება მინდა უფრო კარგად ავხსნათ იმიტომ რომ როდეს სანამ ჩაფრენილი ხარ მიზანს და სანამ ისტერიულად მუშაობ მის რეალიზებაზე, მისი შესრულების შანსი ძალიან ცოტაა. ხო, მაშინ არ ვიცოდი ყველაფერი, მაგრამ თავისთავად ესე მოხდა, ნუ რამდენი წელი ენერგიულებ, ხო, 1 წელი, 2 წელი, 3, 4, 5, დამთავრდა, ნუ ვფიქრე, კარგი, არ ყავს. 5 წლიანი ენერგიულობა გქონდა. 5 წლიანი ენერგიულობის მე გავუშვი. და მას მე აი მიზნის დასახვის სხვა მეთოდები სხვა არსებობს სხვა მიმართულებები ხო და ჩემთვის ყველაზე მისაღებია ისაც ბოლო ფრაზა არის რომ უფალო იყოს ნება შენი ანუ მივიღებ თუ ამას მივიღებ ბედნიერი ვიქნებ თუ არ მივიღებ მაინც ბედნიერი ვიქნები აი ეს მომენტი გაძლევს საშუალებას რომ სამყაროს აძლევ ამით საშუალებას რომ მოგცეს ის რაც გინდა იმიტომ რომ გეთანხმებით რასაც ეჭიდები ის გაგირბის და როდესაც თავისუფლდები ამისგან, ჯერ ხო ზღვა ენერგია გითავისუფლდება შენ თვითონ როცა აღარ ხარ მიჭიჭინებული შეძახი ხოლმე მე მაგას. და მე უკვე მე მაგათ ახლა რომ მაქხომ რაღაც სიტუაციები რომ არ ვიცი გამოსავალი, მეც როგორ ვამბობ ეს ჩემთვის რომ სამყარო მოდი გეხვეწები რა, მე არ ვიცი ეს გამოსავალი როგორია. მივიღებ შენს გადაწყვეტილებას, როგორ გამოსავალსაც მომიძებნე, ისეც მივიღებ. ნუ რა გავაკეთო ხო ვერ ხედავ გამოსავალს და რომ ვინერვიულდა თავი მომიტლა ვის რა ეშველება მაგითი. ამიტომ ეს გაშვების მომენტი არის ბოლო ეტაპი აბსოლუტურად ყველა მიზნის დასახვის. ეხლა ერთი საინტერესო კითხვა უნდა დავსვა და ვფიქრობ ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელისთვის იქნება პასუხი განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუშაობს საკუთარ თავზე. ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობ და დადიან ტრენინგებზე, პიროვნულის დიდ კავდებიან, ვითარდებიან, არის ორი კატეგორია. ერთი რომელმაც იპოვა თავისთვის მისაღები ფორმა მიზნის ფორმულირების, მიზნის რეალიზების და მიდის წინ, ნუ გასაგებია რომ გზა და გზა რაც არ უნდა ფართო იყოს გზა, ხან შეიძლება დაბრკოლება დაგხვდეს, ხან შეიძლება ცოტა უკან დაბრუნდე, მაგრამ მიდის წინ მაინც და თავი აღმოაჩინა და არის კატეგორია რომელიც გადავარდა, აი მე გავუშვი სამყაროში და ველოდები. ეხლა თქვენ რო ახსენეთ, მინდოდა რომ გამესვა ამისთვის ხაზი. და ეს ადამიანები ფიქრობენ რომ რაღაცა გაუშვეს სადღაც სამყაროში და ეხლა ელოდება რომ სადღაციდან უნდა ჩამოვიდეს ციდან მისთვის მისი შეკვეთილი მიზანი, როგორც ამანათი ამაზონიდან. რა სხვაობაა სწორ ფორმულირებას შორის და იმას შორის რომ მე მივდივარ წინ ცხოვრებაში და იმას შორის რომ მე პასუხისმგებლობა სამყაროს გადავაბარე და უბრალოდ ველოდები. ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ მე არ დავაზუსტე და შეიძლება არასწორად გაიგოს ადამიანმა, როდესაც ამბობ რომ მოდი სამყაროს მივანდოთ. განსხვავება ის არის რომ მე როდესაც ვამბობ რომ ვანდობ სამყაროს, მე ვაკეთებ ყველაფერს. აი ეს იყო ამ წინა ნაწილი წინა დადების მე ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება მოდი შენზე, მაგალითად მე თუ რაღაც მინდა ძალიან, მე ყველაფერს ვაკეთებ იმის მისაღებად, მაგრამ იქნება არ არის ჩემთვის მაინდა-მაინც ამის მიღება და აგერ უკეთესი მელოდება, ბატონო, Amazon-იდან კი არ მოდის, საბოლოოდ სხვა იმიდან მოდის, საიტიდან ჩემი ამანათი. უბრალოდ დაშვებას აკეთებ იმისი, შედეგის დაშვებას, რომ მოქმედებას ვერავის ვერ გადავაპერებთ, ხო, ბუნებრივია. მეც მაქვს ესეთი შემთხვევები, როცა
აი რაღაც ამის წინაც იყო მომწერიც რა მე ხო რაღაცა მშვიდად ვარ მივენდე სამყაროს და როგორც იქნება არავის არ უთქვამს წამოწეკი შენ ტახტზე ბუხართან ფეხი-ფეხზე შემოიდე და ვინმე ესე ლანგრეთ მოგართმევს რამეს არა უბრალოდ თანახმა ხარ ყველა შედეგზე იმიტომ რომ ენდობი სამყაროს და სამყაროსადმი ნდობა ხო მთავარი მომენტია საერთოდ პიროვნულ ზრდაში სამყაროსადმი ნდობა მიმღებლობა და სიყვარული ეს არის ყველაზე მთავარი ხო, რომლის უკან დგას საკუთარი თავის ნდობა და მიღება და საკუთარი მშობლების ნდობა და ასე შემდეგ ეგით. ეს ყველაფერი ერთმანეთზე აგებუდა. აი იცით თავარი რა არის, იცით პიროვნული ზრდა, ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არის პასუხისგებლობა საკუთარ თავზე, პირველ რიგში. სრული პასუხისგებლობა საკუთარ თავზე. და პიროვნული ზრდა არ არის საბოლოო წერტილი. ანუ პიროვნული ზრდა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, აი მე ხა ამ ტრენინგს გავივლი და ხა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაალაგდება. ტრენინგები მაქვს მილიონი გავლილი, მაგრამ ჩემი მუშაობის გარეშე გარაფერი არ დაალაგდებოდა. და კიდევ მნიშვნელოვანია რომ გვესმოთ, ვიცოდეთ რომ პიროვნული ზრდა არის მოდელი ცხოვრების უბრალოდ. გაცნობიერებული მოდელი, როცა შენ იცი რომელ მომენტში როგორ მოიქცე. შენ არ ჩარჩები, არა, რა თქმა უნდა, შენ არ ჩარჩებ, ჯერ ერთი რომ შენ არ ჩარჩები არც ერთ ჭაობში, არც ერთ პრობლემაში, შენ იცი იქიდან როგორ გამოხვიდე. პრობლემები ყოველთვის იქნება, არავის უთქვამს, რომ პიროვნული ზრდა არის რაღაც ვარდისფერი პეპელასები დაფრინავ და იავარდებით მოფენილ თუ ვინმე ამას ამბობს იტყუება უბრალოდ. ჩვენ ხო ვიცით რომ ესე არ ხდება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ვიცი მე ჩემ თავს ვეძახი ხოლმე ამას როგორ ქვია მაგას რუსულად ვიცი სიტყვა და ქართულად არ მახსოვს ვიგოდნიკი ანუ სარგებელს რომ ეძებს ყველაფერში ანუ პრობლემა რო დგება მე ვფიქრობ ამ პრობლემიდან რა შეიძლება მივიღო ანუ რისთვის მოვიდა ეს პრობლემა რაღაცისთვის ხო მოვიდა და სარგებელს ვეძებ ამაში ჩემსაც და ყოველთვის ყოველდღიურ ამიტომ ეს არის ყოველდღიური პროცესი როგორც კვება გვჭირდება როგორც კბილების გახერხვა გვჭირდება როგორ დაბანა გვჭირდება ისე გვჭირდება ჩვენ საკუთარ თავზე მუშაობა მუდმივად გაჩერდები წახვალ უკან მარტივად ხარ დაბრუნდები სადაც იყავ კი ბატონო, მე მაქვს ერთი რვეული, სადაც სულ რამოდენიმე ფრაზა მიწერია, მაგრამ ამ რვეულში ვაგროვებ ხოლმე ფრაზებს, ცხოვრების განმავლობაში რაღაც ფრაზებს ვაგროვებ, რომელსაც წერ და მე აღარ მახსოვს ხოლმე იქ რა წერია, მაგრამ ვიცი რომ აი რაღაც სასოწარკვეთისკენ რომ მივდივარ, უკვე ხვდები რომ რაღაცა ფრთები ჩამოეშვა, ხო, განწყობა სადღაც მიდის, ვიცი რომ ის რვეული უნდა გადავშალო, იმიტომ რომ იქ მიწერია რაღაც ისეთი, რაც არის რესურსი, რომელიც გამაფთიანებს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფრაზა არის, რომელიც ამ რვეულში წერია და ზედმიწევნით 4-5 ჯერ ზუსტად ეს ფრაზა აღმოჩნდა საძირკველი, საიდანაც განულებულმა დავიწყეთ აი თავიდან. ეს ფრაზა ასე ჟღერს, რომ ნებისმიერი ფსკერი, ნებისმიერი პრობლემა და კრიზისი კონვერტირდება ოქროს ზოდებად. და ნამდვილად ასეა. იმიტომ რომ როდესაც შენ ხარ ჩიხში, შენ თუ გაიაზრებ, რომ ეს ჩიხი იმიტომ არის, რომ აქედან უნდა გამოხვიდე მდიდარი, ჭყალებში მდიდარი, ხო, იმ ცხოვრების იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შენ ჩიხში შეხვედი, მაშინ სულ სხვანაირად იწყებს შენი ტვინის მუშაობას. კი, და რა ვიცი, თუ ვინმეს გამოადგება ეს ფრაზა, არაერთხელ გამომიცდია და დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, ვინც პირველად მოისმინა ეს ფრაზა, მათაც ქონია ცხოვრებაში ეს გამოცდილება, ოღონ არ დაკვირვებიან. და თუ დავაკვირდებით, ჩვენ ცხოვრებას თუ დავაკვირდებით ძალიან წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც გახდნენ ძალიან წარმატებულები. მათი ცხოვრება ასე ითარგმნება ხოლმე რომ ადამიანებმა ბევრი გასაჭირი გამოიარეს და მერე მაინც გახდნენ წარმატებულები. მე ასე დავარქმევდი, რომ მათ ერთ მომენტში, კრიზისში უცებ იპოვეს ეს კონვერტატორი საკუთარ თავში, რომ როგორ შეიძლება პრობლემა და კრიზისი ოქროს ზოდებად აქციან. და მათ ეს გამოუვიდათ. ეს გამოუვა ნებისმიერ ადამიანს, ვინც პრობლემაში გამოსავალს მოძებნის, როგორც არაუბრალოდ რომ გამოუძრე, არამედ მთელი ჩემი ოცნებები შემიძლია ავისრულო, როდესაც ჩიხში ვარ. ჩიხში რატო ვხვდებით? იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვინდა, რაზეც ჩვენ ვოცნებობთ, ჩვენ იქით ან გვეშინია წასვლა, ან გვეზარება წასვლა. ავწდით გზას, არ ვიცით იქ როგორ მივიდეთ და გადადებული გვაქვს ხვალისთვის, მაგრამ ძალიან გვინდა. და რაღაცა ძალა გვაყენებს უცებ ჩიხში, სადაც სხვა გზა არ გვაქვს და იმ ჩიხიდან პირდაპირ გადის გზა იმ ჩვენი ოცნებებისკენ და იმ ჩვენი მიღწევებისკენ, მე და თქვენ ეგ კი ვიცით. აბსოლუტურად მასია და აი ეს შეფუთული ასე ვთქვათ საჩუქარი, რომელიც დევს პრობლემაში,
ამავე დროს არის შენი ნიჭების ან თუ არ გაქვს ჯერ გამომჟღავნებული, ასე ვთქვათ, ამის გამომჟღავნების, თუ უკვე გამომჟღავნებული გაქვს, მისი კიდევ უფრო გაბრწყინების, გაიძულებს უბრალოდ. სხვა გზას არ გიტოვებს. კი, სხვა გზას არ გიტოვებს, იცი რომ აი ეს გჭირდება და უნდა გააკეთო. და ძალიან მაგარია, მე ძალიან მომწონს ხოლმე ეს პროცესი. პრობლემები არ მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ახლა პრობლემას რო უყურებ ესე, თუნდაც ვალების ფსიქოლოგია, ვალებზე რომ ვისაუბროთ, ხო? ვალებში ხო უზარმაზარი პოტენციალია. ვალი გაიძულებს, რომ გახსნა შენი მისია შეასრულო, საყვარელი საქმე აკეთო, ადამიანებს ესაუბრო შენ თავს, რაც ყოველთვის გვიჭირს, ხო? დაიწყო ლაპარაკი შენ პროდუქტზე, გაყიდვაზე დაიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ვიღაცა სჭირდება შენი პროდუქტი. ვალები გაიძულებს, რომ გაიინცე. შეიცვალო პროფესია, იპოვო რესურსები, შეისწავლო ახალი. შენ როცა გინდა რაღაცა ენის შესწავლა, პროფესიის შესწავლა, ეს გრძელდება უსასრულოდ. მაგრამ როგორც კი შენ ჩიხში ხარ, ყველა 70 ორშაბათი ერთად იწყება, 70 ორშაბათის ენერგიით იწყე. ხო. ასია. მე აი კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი ხა, როდესაც მეორე წიგნს ვწერდი, მეორე წიგნი დავწერე გაბრაზებულო. თქო, ხო. იმიტომ რომ რაღაც არ გამოვიდა, რომელიც მინდოდა რომ საბოლოო ჯამში ვიცი რომ არ უნდა გამოსულიყო, არ იყო ჩემთვის ის საჭირო, ნუ იმ მომენტში მინდოდა. წავედი ბათუმში ძალიან გაბრაზებული და ვიღაცა ჩემნაირ რომელსაც ასევე არ გამოუვიდა, ვარიგებ ტელეფონზე რომ არა იცი არ ინერვიულო, იმიტომ რომ ერთი კარი რო იხურება, მეორე იხსნება 9 ერთად და რაღაცა და მოვედი სახში და ვფიქრობ, იმას რომ ვარიგებთ ჭკუას. ჩემთვის აბა რომელი კარი გაიყო, მეთქი ესო დაიხურე. ჩემთვისაც ხო გაიყო რაღაც კარი. ხოც სხვებთან უფრო ადვილია ხოლმე. და ანუ დავწექი ამ კითხვით, რომ რომელი კარი გაიყო ჩემთვის. აი იმით, რომ ეს არ გამოვიდა, მაშინ ეხლა რა უნდა გავაკეთო და აი დილის 7 საათზე გამოღვიძა, თავში რომ დაგეცემა თითქოს რაღაცა, გავიღვიძა დილის 7 საათი, დავწყო 2 თვეში დავწერე წიგნი. ხო, აი ამ და აი ამ გაბრაზების ენერგია გადავიტანე პოტენციალის ენერგიაში, ხო, რაში გამოვიყენო ეს, აი რა მოვიდა ეხლა. ასე შეუძლია ყველას. შეიძლება წიგნი არ დაწერო, მე ყველას თავის ნიჭი აქვს. კი, ყველას თავის წიგნი აქვს, ხო და ყველას თავის ნიჭი აქვს. ანუ ყველას თავის ნიჭი აქვს და ეს არის არაჩვეულებრივი პროცესი, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ახლებით თქვენ რო თქვით, ახლა მეც მაქვს ხოლმე ეს გზა, ვინმე ახალი რომ მოდის, ეს უბრალოდ რომ შენ არიცი რა ბედნიერი ხარ, შენ არიცი რა სიამოვნებები გელის წინ, ხო როგორი აღმოჩენები და აი კიდევ იქამდე რო ჩადიხარ უკვე საგვარეულოზე და ხედავ რომ ეს მეორდება თაობიდან თაობაში, ქალიდან ქალში და მართლა ევრიკა არის რა. აი თურმე საიდან მოდის ჩემი პრობლემები. და მე ძალიან მარტივია როცა აღმოაჩენ მიზეზს. დავარქვით სახელი და მე დავიწყეთ შეცვლა. რა ვიცი, მართლა შორიდან შეიძლება რთულია ეს ყველაფერი და იცით რა, ხო, შორიდან რთული არის და ზოგადად ძალიან სერიოზული გზა არის, როდესაც ამაზე მუშაობთ, მაგრამ როგორც წესი, როდესაც რთულ გზას უყურებთ, გვერდიდან უფრო რთულად მოჩანს ხოლმე ის ადამიანი, ვინც პროცესშია, ის ამას ვერ გრძნობს, რადგან ეს იმიტომ რომ გამარჯვებებით იკვებები, შენ თითოეული მიღწევით იკვებები და გვერდიდან რო ხედავს, ის მარტო სირთულეებს ხედავს. მაგრამ მარტივი ნამდვილად არ არის ჩვენი გზა. ანუ მე ვიტყვი რომ ეს არის ძალიან სასიამოვნო, ოღონდ მარტივი კი არა, შრომატევადია, საკმაოდ, მე ბლოკნოტებით სავსე მაყუთები იმ დღესაც გადმოვაწყე, მაგრამ ეს არის გზა, რომელსაც მოაქვს შენთვის თავისუფლება, ბედნიერება, სილაღე, შემოსავალი, რეალიზებულობა, შენი მისიის შესრულება, შენი შვილების თავისუფლება და ბედნიერება და რა ვიცი, ამაზე კაი უნდა აკეთო. თამრიკო, მაინტერესებს როგორ ახერხებდით, ან როგორ გამოგდიოდათ შვილებს შორის სიყვარულის ბალანსის დაცვა. იმიტომ რომ და ყურადღების ბალანსის დაცვა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთულია. მეც ვისაც ორი შვილი ყავს, უკვე იცის ეს რა არის, რადგან პირველი შვილი არის უფროსი და მან ის გზა უკვე გამოიარა, ის ხელში რო გეჭირა და აძინებდი და მეორე შვილი როცა ყავს დასაძინებელი უცებ პირველისთვის ეს ყველაფერი მთავრდება და აი როგორ გამოიარეთ ეს საკითხი ან როგორ დაალაგეთ? იცით რა, თავიდან ანუ პირველ მეორე ბავშვის დროს მეც არაფერი ესეთი არ ვიცოდი, მაშინ ვიწყებდი კითხვას და რაღაცების სწავლას და ერთი მომენტი მახსოვს, ზუსტად სულ ვცდილობდი, რახან გიორგი იყო უფროსი და აბა იყო უმცროსი, სულ ვცდილობდი, რომ გიორგისთვის მეტი ყურადღება მიმექცია. პირიქით უფროსისთვის. ხო, ვითომ, ჩემი აზრით, უფროსისთვის, რომ ის ძალიან პატარა იყო, ის და არ დაჩაგრულიყო და ერთხელ მახსოვს, რომ ესე ტორტის ნაჭერი მოვჭერი და იმას დიდი დავუდე. პირველს. და მეორეს პატარა, რომ ეს არის ეჭვიანებდა ისედაც არ ქონდა მაგის პრობლემა და გიორგი მომხედა და მithქო რომ ბას უფრო დიდი ნაჭერი უდევს ტორტისო, ანუ ვერ დაიცავ ამ მას იცით რომ ანუ მაინც ეგონა რომ მისი ნაჭერი უფრო პატარა იყო, მიუხედავად იმისა რომ მისი ნაჭერი იყო დიდი.
ხო და მე როცა უკვე რაღაცები ვისწავლე და გავიარე, საბოლოო ჯამში ხო ჩემი აზრით ეს არის მთავარი რომ უპირობო სიყვარული რა თქმა უნდა თითოეული შვილის მათ იციან რომ ისინი მიყვარს ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა შეცდომა დაუშვან რაც არ უნდა მარცხი განიცადონ შეეშალოთ მიყვარს ყველა სიტუაციაში ხელ რომ მათი ქცევა არ მომწონდეს მაგრამ ანუ ეს აისახება ჩემს სიყვარულზე ეს ერთი და მეორე ყველას უსვავ ყველას იმედი არ ნახავენ ჩემი შვილები ამ ჩანაწერს ყველას გონია რომ ყველაზე მეტად ის მიყვარს და ანუ იმიტომ რომ მე მათ უსვავ ხას იმას რაც მას აქვს ძალიან კარგი ანუ თვითონს ვუსვამ ხას და ვაჩვენებ იმას რაც ძალიან კარგი აქვს და ყველას აქვს ძალიან კარგი რა თქმა უნდა ხო მე ხო ხედავ ჩემი შვილების სიკეთეებს და ამიტომ თვითონს აქვს შეგრძნება რომ მე რაღაცა განსაკუთრებულად ვხედავ მართლა განსაკუთრებულად ვხედავ უბრალოდ სხვადასხვა თავთავის ნიჭებით და უნარებით საოცარია ახლა რო ახსენეთ სხვაჩერს მე მქონდა იგივე სიტუაცია ბებიასთან როდესაც ბებია გარდაიცვალა თედის დედა რაღაცა მოგეთ რაღაცა ნივთი იყო და მოდი ეს ნივთიო ერთ-ერთმა შვილიშვილმა თქვა მივცეთო ყველაზე საყვარელი შვილიშვილის იყოსო და უცებ აღმოჩნდა რომ ყველას გონია რომ ჩვენ ვართ ყველაზე საყვარელი აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ მე რო უყვარდი ისე არ უყვარდა არავინ და ყველას იყო დარწმუნებული და ამ ნივთისგან ექვსმა ბავშვმა რო წაიღო ხელი მაშინ მივხვდით რა სერიოზული სიბრძნე იყო კი ბებიას ქცევის უკან რომ არავის არ ქონია კომპლექსი იმისა რომ თვითონ არის მეორე ყველა ვიყავით პირველები და ამის მოხერხება რთულია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კი ძალიან მნიშვნელოვანია გარდა სიყვარულისა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი თან ეხანდელ ეპოქაში ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი როგორ მივაქციოთ ბავშვებს ყურადღება ერთხელ მე საერთოდ სხვების ჩატში არაფერს არ წერა რასოდეს სხვების უცხოებთან მით უმეტეს ხო თქვენ დაგიწერთ მაგრამ ხა ვიღაცას არ თავუწერ არა მით უმეტეს არ ვერევი კამაჩი მაგრამ გოგო კითხულობდა ასე და ასე და ასე მეჭირს თან ვშაობ თან ეს და ჩემი შვილი ესეთი და რა ვქნა როგორ მოვიქცე და რაღაცა შემეწოდა ადამიანურად და მივწერე დღეში 20 წუთი და 15 მეთქი მარტო მთელი ყურადღება ოღონდ თქვენ შულთან გქონდეთ მეთქი გამორდეთ ტელეფონი არაფერზე არის ან გონებითაც მასთან იყავით მეთქი და ემოციებით ისე გაბრაზდა ეს გოგო მე როგორ დავუთმო და სამსახური მაგ და საქმე აი მეთქი დავუთმო შეინჭირე მე რა გიყო ახლა ამ თავარი სიყვარული გვიყვარს მაგრამ რითი უნდა იგზნონ მათ ეს სიყვარული თუ ჩვენ მათთვის დღის განმავლობაში არასოდეს არ ვცალია კი საჭმელი გაუმზადე დაბანე ჩააცვი დაახურე სკოლაში წაიყვანე აიფონი უყიდე ეს არ არის მისთვის ცალია სამწუხაროდ ეს მისთვის მოცლა არ არის კი საერთოდ არ აინტერესებს აბა რას ვაკეთებ შვილო შენთვის არ ვშრომობ არ მუშაობს არა კი მთელი ყურადღება თუნდაც 20 წუთი დღეში ან 15 წუთი დღეში მხოლოდ იმ ბავშვისთვის რომ იყო მისთვის ის საკმარისია წავა მე თავს დაგანებს აღარ არც იცელქებს არც შეგაწუხებს კი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და იმ მშობლები რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ ну არანორმალური რეჟიმით მუშაობა ესეც ხო უკვე მივედით იქამდე რომ გარკვეული დამოკიდებულება რა ალკოჰოლი გისვია ხო რა აზარტული თამაშები გითამაშია და რა გიმუშავია ხო უბრალოდ იქ უფრო ნეგატიური გავლენებია რადგან ის ორგანიზმზე მოქმედებს და ის ოჯახის ფინანსებზე აზარტული თამაშებით გართობა და ეს აქეთ შემოგაქფული მაგრამ მე ბავშვს უჩნდება დანაშაული შეგრძნება იმიტომ რომ შენ სულ ეუბნები რომ შენი გულისთვის ვაკეთებ და მასა განცდა რომ იმიტომ არის დედა დაღლილი რომ მისი გულისთვის აკეთებს რაღაცას და არადა მას ის 20 წუთი და ის 9 საათი უბრალოდ ფიზიკურად არ აქვს რა თქმა უნდა ეს დაყვედრება და რაც ჩვენ ძალიან გვიჭირს ქართულ დედებს საქართველოს ძალიან გვიჭირს შვილების გაშვება იმიტომ რომ მათში გვაქვს ჩადებული ყველაფერი საერთოდ ჩვენი იმედები ჩვენი ოცნებები ჩვენი ყველაფერი ჩვენ ჩავდეთ და იმას არ ვუყურებთ რომ მას ეს არ უთხოვია მას არ უთხოვია დაიბადა გავზარდეთ ეს ჩვენ გვინდოდა რომ ეს გაგვეკეთებინა ზედმეტი ხო და ამიტომ როდესაც ჩვენ ვაყვედრით ბავშვს რაღაცას თუნდაც არ დავაყვედროთ გულში ვიფიქრეთ ისინი ხომ ყველაფერს ძალიან კარგად გრძნობენ არა ისინი გრძნობენ თავს დამნაშავედ კი და ნუ ჩვენ ხო ვიცით რომ დანაშაულის გრძნობა არის ერთ-ერთი მაგარი ყველაზე ორმო სადაც შეიძლება ადამიანის შევარდეს რომ ვეღარ ამომდეს იქნებ თუ მე ვარ დამნაშავე მაშინ დამნაშავე ვარ ყველგან და მე ვარ ყველაფერი ცუდი ზღირსი და არაფერი კარგი ზღირსი არ არის სასჯელს დამნაშავე თუ და მოდის სასჯელები დედების ენერგეტიკას აქვს ძალიან ვიტყვი თუ შეიძლება რასაც ხო
აი ეს მინდა უცებად თქვა, რომ დედის ენერგეტიკას, დედას აქვს უძლიერესი დედებს გვაქვს ძალიან დიდი გავლენა შვილებზე. მიუხედავად იმისა, შეიძლება ის ნაჩხუბარია, შენთან საერთოდ არ ცხოვრობს, შენთან და საერთოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. არ აქვს მნიშვნელობა. არც ასაკს არ აქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა. ხომ ამბობენ, რომ 12 წლამდე არის შვილი მხოლოდ შენი არა, სულ არიან ჩვენი გავლენის ქვეშ. და როცა ჩვენ მათ რაღაცას ვაყვადრით, როცა ჩვენ მათ რაღაცას ფიქრობ თუნდაც გულში რომ მე შენთვის ამდენი გავიმეტე და მე შენთვის ეს გავაკეთე, კი, ყველამ გავაკეთეთ რაღაცა, მაგრამ ის ამას გრძნობს და ამიტომ რა შეგვიძლია მათ ყველაზე კარგი მივცეთ, რაც ყველაზე ძნელია, გაუშვათ და მივცეთ უფლებამთ დაუშვან თავიანთი შეცდომები, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, არ განახორციელონ ჩვენი განახორციელებელი ოცნებები, მე რომ მინდოდა რომ ექიმი ყოფილიყავ და შენ ექიმი უნდა გამოხვიდე და თუ გამოვა ექიმი ხო მთელი ცხოვრება ნანობს და თუ არ გამოვა დანაშაულის გზნობა აგრო დედას იმედი გაუცრუა, აი ეს მომენტი რომ ჩემთაობას ჰქონდა ეს რომ ჩვენ ვცდილობდით რომ ძალიან კარგები ყოფილიყავთ, აი ფრიადოსნის კომპლექსი და კარგი გოგოების კომპლექსი გვაქვს ყველას მასობრივად. იმიტომ რომ დედა ჩვენებს იმ თაობაში არ იყო მიღებული შექება შვილების, თავარი იყო გადაყოლოდი თან და აი რაღაცა ყველაფერი დაალაგებული ყოფილიყო და გვაქვს ეს კომპლექსი და თავარი ეს კომპლექსი არ ჩამოუყალიბო შენ შვილს რომ იმისათვის რომ შენი სიყვარული დაიმსახუროს, რაღაცები უნდა აკეთოს ის რაც არ უნდა, არა უნდა იცოდეს რომ ისედაც გიყვარს. ჩემი გამოცდილებიდან ეს. კი, რაც საკვირველია, არა მარტო თქვენი გამოცდილება, ეგრესაც აზიარებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მე რომ მეშინია, მივხვდი რომ მე ვარ სამკურნალო. კი. და ნებისმიერი ჩემი ისტერიული შიში არ მეგონოს წინათ გრძნობა. და ეს უკვე სპეკულირებაში გადასდით ხოლმე მშობლებს, აი მე გულმა მიგრძნო, ხო? და ეს არის, უნდა მივხედოთ საკუთარ ემოციებს, საკუთარ ნერვებს და საკუთარ შფოთვებს ჩვენ. და არაფერ შუაში არ უნდა იყოს ბავშვის ცხოვრება და ბავშვის მომავალი ამ ყველაფერთან. რასაკვირველია, ეხლა ბავშვის უსაფრთხოება, ხო? ეს სხვა თემაა და უნდა დავიცვათ, მაგრამ ერთმანეთში არ უნდა იყოს. ძალიან ხშირად ძალიან მჭიდროდ არის არეული და სპეკულირებულია ჩემი შიში და ჩემი შფოთვა იმასთან, რომ მე ჩემი შვილი უნდა დავიცვა. და აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იყოს გამიჯნული, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჯანსაღი თაობა ვერ გაიზრდება. ვერ გაიზრდება, იმიტომ რომ შიშს ხო უზარმაზარი მაგნეტიზმის ძალა აქვს, ხო? დედის შიში მით უმეტესია, რეალურად იზიდავ შენი შვილის ცხოვრებაში იმას, რისიც გეშინია და მე მაგალითად ძალიან მეც ძალიან შიშა რა ვიყავი, ანუ ამე შეიძლება გამგვიძებოდა ცივ ოფლში რომ ვიღოთ ამეს იზმნა რომ ბავშვი გადმოვარ და საიდანაც. ძალიან დამეხმარა, როცა აი ამ მუშაობაში ჩამოვიყალიბე სამყაროს სადმე ნდობა, უფლისადმი ნდობა. და როცა მიდიან სადმე უკვე გადავწერ პირჯვარს და ვეუბნები, უფალო მოგანდობ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე ძალა არ შემწევს, მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვიფიქრო კარგი და მხოლოდ და მხოლოდ ამით დავეხმარო. და თუ მე აუკრძალავთ ამ ბიჭები მყავდა, ეხა იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდე, იქ არ გავიდე, რომ მე მეშინია. იმიტომ რომ ეხა მე ვერ დავიძინებ, იმიტომ რომ ისა, ნუ რანაირად უნდა გაიზარდოს თავისუფალი ადამიანი, ხო? მათ იციან რომ მე ვნერვიულობ, ამიტომ იციან რომ და მომწერონ, შეიძლება ჩამეძინა როცა მოვიდა და მომწერონ და მოვედი სახლში ვარ. ეს მინიმალურია რაც მათ შეუძლია ჩემთვის გააკეთონ, ხო? გამიგვიძება წავიკითხო რომ მოვიდნენ, თუ ვერ გავიგე. ეს კი რა თქმა უნდა, მშობლის პატივისცემა და ამაზე არა, მაგრამ ის რომ მე შევზღუდო, იმიტომ რომ მე შიშები მაქვს, წავლა ჩემ შიშებზე ვიმუშავებ, ვირუსებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად იგივეა. ბავშვების ავადმყოფობებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად იგივეა. შიშები ძალიან თემა. სხვათა შორის დანაშაულის შეგრძნება, ნუ ვიცით ახლა ჩვენ რომ არის ვიბრაციულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ვიბრაციის მქონე ემოცია და განცდა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ როდესაც მე ვარ დანაშაულის შეგრძნებაში, ძირითადად თუ ეს არის ჩემი ფონი, დანაშაული ფონური განცდა, თუ ეს არ არის სიტუაციური, რომ ამ წუთში რაღაცა ვიგზენი თავი დამნაშავე. თუ ეს ჩემი ცხოვრების ფონია, ეს ნიშნავს, რომ მე წარმატებული ვერანაირად ვერ ვიქნები, ბედნიერად ვერანაირად ვერ ვიქნები და სავარაუდოდ ჯანმრთელიც ვერანაირად ვერ ვიქნები. ეხლა ეს ფონები ვიწყებთ დანაშაულის შეგრძნებით და მე სიყვარულში და სიმშვიდეში ავდივართ, ემოციონალური ტონების შკალა არსებობს და ყველაზე დაბალი ზღვარი ეს არის აი ეს დანაშაულის შეგრძნება. ადამიანები როდესაც არიან ამ დაბალ ვიბრაციაში, როგორც წესი ეს გადამდებია. თუ ოჯახია ამ ვიბრაციაში,
მთელი ოჯახია ამ შეგრძნებით დაავადებული. მაგრამ როდესაც ჩვენ ვართ ამ დაბალ ვიბრაციაში ოჯახი, ეს ყველაფერი კიდევ გადამდებია და ჩვენ თუ მიმოვიხედავთ, ჩვენ ერი ვართ დაავადებული დანაშაულის შეგრძნებით და სირცხვევის შეგრძნებით. ორი ყველაზე დაბალ ვიბრაციული განცდით. აი როგორ ხდება ჩვენთან ბავშვის მოტივირება? ბავშვის მოტივირება ხდება სირცხველი და არ გცხვენია? ანუ ჭამე არ გცხვენია, ვიღაცები დაგინახავენ და რა სიტყვიან. ხვდებით ეს ამის უკან დგას ის რომ ჩვენ ვწამლავთ ბავშვებს ყველაზე დაბალი ვიბრაციით და მე ნახეთ როცა ვკითხულობთ რომ ესეთი ნიჭიერი ერი გენიალური რატო ვერ ამოვედით ვერასდროს ერთი და იგივე სცენარიდან რომელიც ტრანსგენერაციულია ხო ერი რომლის თავარი мотиваცია არის სირცხვილი ანუ უმაღლესად ჩავაბარო იმიტომ რომ სირცხვილია რა სიტყვიან სხვები ხო რომლის თავარი мотиваცია არის სირცხვილი ვერ ამოვა ამ მდგომარეობიდან სანამ არ გამოვა ამ სირცხვილიდან ხო ვერ ამოვა ეხება ძალიან ხმამაღალ რაღაცას ვაჟღერებ მაგრამ არა აბსოლუტურად მართლა მე ძალიან ბევრი ხშირად მიფიქრე ჩვენ ყველა ხა ამ ქვეყნის შვილები ვარ და ყველას გვადარდებს ის რაც აქ ხდება ხო ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მსხვერპლის პოზიციაში ვარ დამნაშავე ვარ ხანმრთხვენია ხან სხვების აზრი გვაინტერესებს არა მარტო მეზობლის სხვა ქვეყნებისაც ასე ვთქვა და საერთოდ სხვა galaktikებისაც მე მგონი ყველას წინაშე ჩვენ ვართ დამნაშავე და აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით მუდმივად ვიღაცისგან ხსნას ჩვენ ერად ვეღარ ჩამოყალიბდებით ვეღარ გავხდებით ვერასოდეს ძლიერებ მე იმედი მაქვს რომ გავხდებით რა თქმა უნდა თუ არ მივხვდებით იმას რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი ქვეყანაც ჩვენი პასუხისმგებლობა ამას რო ამბობ ან იმას მოგოწერებენ ის ხარო, იქაური ხარო, ანაქაური ხარო, არ ვიცი ხა პოლიტიკა რამდენად ამ გადაცემის თემაში, პოდკასტის თემაში ჩაჯდება, მაგრამ ეს ასეა, ანუ პასუხისმგებლობა უნდა აიღო შენ ქვეყანაზე. ნუ უყურებ სხვა ხელებში. შენ თავზე, თუ იღებ შენ ქვეყანაზეც აიღებ. კი, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ყველა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, სადაც ვაკეთოთ. მე სულ არავის არაფერი არ მინდა, ხალხს ნუ შემიშლიან ჩემი საქმის კეთებაში. არც არავის არაფერი მოუწია, არც არავის ვთხოვ. და ოღონდ ისევ და ისევ იქნებდივართ ისევ საგვარეულოს პროგრამებამდე სანამ ეს ყველაფერი არ დავამუშავე სანამ ეხა ასე თავისუფლად თამამად რომ საუბრობ ეხა კი იცით თქვენ თავიდან როგორი ვიყავი მეც ის სირცხვილი რომ ვინმე რამე არ თქვას რაღაცა ისე არ გამოგივიდეს ასე არ გაიგონ ჩემი შვილები ყველაზე საუკეთესო მე შენიშნავ რომ მივიღო ჩემი შვილების გამო და რაღაც ესეთი ისინი რატო ადამიანები მიიღო ჩემი შვილის გამო შესანიშნავად ვაძლევ ხო რა ვიცი შესანიშნავად ვაძლევ ჩემთან შეცდომის უფლებას და ვაძლევ უფლებას შეცდომისა ჩემ შვილებსა და სხვა ადამიანების შეცდომებიც აღარ მიკვირს შესაბამისად იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც ამ ხნის განმავლობაში ორი რაღაცას ვიტყვი რაც პიროვნულის დიდან არის ჩემთვის ერთი არის ჩემი თავისუფლება რომ ვარ ბუნებრივი ისეთი როგორიც ვარ აღარ მაქვს იმის კომპლექსი ვინ რას იტყვის რომ მაქვს თუ არა იდეალურად ყველაფერი ახლა ნოტებზე აწყობილი ადრე ახლა იდეალურად თუ არ ვიყავი სად გამოვჩდებოდი ისე ამას მე უზარმაზარი ენერგია იდეალიზმი ოჯახში ყველაფერში მოусპეს საერთოდ იდეალიზმი და მეორე აი სამყაროსად მინდობა რომ ჩემი საყვარელი ფრაზაა კიდევ მეც ვიტყვი თუ რამე არ ხდება მხოლოდ იმიტომ რომ მოხდება რაღაც უკეთესი ფოტოშორის დღეს ჩემ შულს ქონდა პირველ კლასშია დამასრულებელი ძალიან ლამაზი ღონისძიება რაც ოქროს გასაღები უნდა მოეპოვებინათ ბავშვებს რომლითაც მეორე კლასის კარს გახსნიდნენ და რაღაცა გარკვეული აქტიურობები ქონდათ მაგიდასთან ისხდნენ 6 ბავშვი და დავალება უნდა რაღაცა გადაეწყვიტათ რაღაც აეწყოთ რაღაც გამოეცნოთ და ამ აქტიურობების დროს ჩემი შვილი შევიდა ემოციებში რადგან პატარა ტანით და ბოლოს მაგიდაზე შემოჯდა იმიტომ რომ კარგად დაენახა და ნუ პირველი რა თქმა უნდა წამომივიდა ეს ძველი რომელიც ჩემი არ არის მაგრამ ამაში ვარ გაზრდილი რომ პირველი ფრაზა რაც მინდოდა მეთქვა რომ ჩამოდი შვილო სირცხვილია მაგიდაზე ვინ ზის მაგრამ რა თქმა უნდა ახალი ვერსია ეგრევე ირთვება ხოლმე გენერატორებით და ძალიან კმაყოფილი ვარ იმითი რომ შეურაცხყოფა არ მივაყენე და არ მივუთითე სხვების თანდასწრებით. და ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ რომ ჩვენ ცხოვრობთ იმ საუკუნეში 21 საუკუნეში სადაც სხვაგვარად შეგვიძლია დავინახოთ ყველაფერი და არ ცხოვრობთ იმ დროში როდესაც ბავშვებს მუხლებზე აყენებდნენ სიმინდზე. ხო ასე ვთქვათ, ჭყალებში ძალიან ჭკვიანი და ძალიან სწორი მშობლები. სადაც კუთხეში დაყენება აღარ არის მოდური და ასე შემდეგ და
მიხარია იმ ბავშვების გამო, მომავალი თაობის გამო, რომელთა დედებიც და მშობლებიც, მამებიც კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო მეტ საშუალებას, მეტ ჰაერს მისცემენ, რომ მათ ბედნიერებას სავსე ფილტრებით ისუნთქონ. კი, თავისუფალი, ანუ ბედნიერი ოჯახი, ჩემი აზრით, ეს არის თავისუფლება, თავისუფალი სივრცის მიცემა ერთმანეთისთვის. ანუ დედასაც დედას როცა აქვს თავისუფლების სივრცე, ის აძლევს შვილებსაც ამ თავისუფლებას. აძლევს ქმარსაც და შესაბამისად მე ტრიალდება ეს ყველაფერი. ოღონდ ჩემი აზრით ერთს ვიტყვი კიდევ რომ ჩვენმა ეპოქამ ცოტა სხვა საფრთხე მოიტანა, ნახეთ, მეორე უკიდურესობაში გადავარდნის საფრთხე. იქ თუ ყველაფერს გვიკრძალავდნენ, ეხა შემოვიდა გარკვეული მიმართულება, რომ ბავშვს უნდა მიცე ყველაფრის უფლება. ეს უკვე ინდიფერენტულობა, ხო? და ეს ყველაფრის უფლება იწვევს იმას, რომ ბავშვი ვევარგებულს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ვინ უნდა უხსნას მაშინ? ეს ერთი და მეორე. პირველი წიგნი, რომელიც მე წავიკითხე თავის დროზე, რომელიც ძალიან დამეხმარა, ეს იყო ამერიკელი ედა ლეშანი არის ესეთი ფსიქოლოგი და რა ვიცი, ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი თავი იყო მის წიგნში, რომ ბავშვი მოდის და ეკითხება დედას, დედა წავიდე, აგარაგზენ პატიჟებს ჩემი მეგობარი კეიტი და წავიდე თუ არ წავიდე შაბათ-კვირას, და დედა მოთხა როგორც გინდაო და ბავშვს დაემართა ისტერიკა. ერთხელ მაინც მითხარი შენო, როგორ მოვიქცეო. ანუ პასუხისგებლობის გზნობა სანამ ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული, მას ჭირდება რაღაცა გზის ჩვენება. არა კატეგორიული აკრძალვები, არამედ ახსნა, რომ ეს კარგია, ეს არც ისე კარგია. და აი ეს ოქროს შუალედი აუცილებელი დასაცავია, იმიტომ რომ სხვანაირად იზრდებიან ბავშვები, რომლებმაც არ იციან რა არის კარგი, არ იციან სად როგორ მოიქცენ, შეუძლიათ სრულიად უცხოსად. მე მესმის, რომ ჩვენ არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ სოციუმი არსებობს, ხო? ანუ შენი თავისუფლება იქ თავდება, სადაც ჩემი იწყება. კი ბატონო. და პირიქით. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ თავისუფლების მეცნიდა და გამემართა, თავისუფლების მიცემისთვის ჯერ კარგად უნდა გვესმოდეს რა არის საკუთარი თავისუფლება. კი. კი. ანუ საზომაწონა არ ვიცოდე კი არა, თავისუფალი ვიყო და ეს აბსოლუტურად განსხვავებული თავისუფლება პასუხისგებლობასაც გულისხმობს, ძალიან დიდს კი და მე როცა ვარ თავისუფალი, სწორად თავისუფალი შიგნიდან, მე შემიძლია ჩემი შვილი გავზარდო, მაგრამ მე როცა ვარ მსხვერპლად გაზრდილი და ვცდილობ ჩემ შვილს მივცე თავისუფლება, მაშინ ვერ ვზომა უკვე. ამიტომ ისევ მშობლების აღზრდაზეა, ისევ მშობლების აღზრდამდე მივდივართ და არაჩვეულებრივი თემაა თქვენი პოდკასტი. სულ ვიზრდებით. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ვფიქრობ, რაღაცა კარგად დავიხარჯეთ. და შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი დღე. არაერთი თემა გავშალეთ და ვფიქრობ, ყველასთვის იქნება რაღაცა მნიშვნელოვანი, ვინ რა ეტაპზე არის ცხოვრების და განვითარების, ის თემა ან ის ფრაზა იქნება ყველასთვის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. ჩვენი პოდკასტის სპონსორია ფსიქოლოგოსი და კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს Dressing Room Studio. ჩვენი პოდკასტის გადაღებას უზრუნველყოფს პროფესიონალთა გუნდი Edge Production-ი და ჩვენი მხარდამჭერია სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.